მე ვარ ქართველი და მაშასადა მე ვარ ევროპელი. I am Georgian and therefore I am European. ზურაბ ჟვანიამ ეს სიტყვები ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში 1999 წელს თქვა. 26 წლის შემდეგ კი ქართული ოცნების გადაწყვეტილებით საქართველოს დელეგაცია ევროსაბჭოს ასამბლეაზე მუშაობას წყვეტს. გადაწყვეტილების შესახებ სტრასბურგიდან ევროსაბჭოს ასამბლეაზე საქართველოს დელეგაციის წევრებმა თეა წულკიანმა და გივი მიქანაძე მას შემდეგ განაცხადეს, რაც ასამბლეაზე საქართველოს დელეგაციას უფლებამოსილება შეუზღუდეს და საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუცია მიიღეს. არაერთი დათქმა ჩვენთვის მიუღებელია, რადგან უსამართლო და საფუძველს მოკლებულია. ამასთან კატეგორიულად მიუღებელია ის პირველი დათქმა, რომელიც ცილდება ამ ასამბლეის კომპეტენციას, ხელყოფს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს და უგულებელყოფს 1,120,000-ზე მეტი ამომრჩევლის ნებასა და ფაქტებს. და ქართული ოცნების გუნდის საერთო გადაწყვეტილებით, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი უფლებამოსილება არის დამტკიცებული, დღეიდან წყვეტთ მუშაობას საპარლამენტო ასამბლეაში. ქართული ოცნების წარმომადგენლების განცხადებით, მათთვის ის დათქმები, რომლებიც ევროსაბჭომ საქართველოს 29 იანვარს მიღებულ რეზოლუციაში დაუწესა, უსამართლო და საფუძველს მოკლებულია. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ კენჭისყრაზე მიიღო რეზოლუცია, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს 2025 წლის აპრილამდე გაათავისუფლოს პოლიტიკური პატიმრები და გამოაცხადოს ახალი საპარლამენტო არჩევნები. რეზოლუციის თანახმად 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ განვითარებული მოვლენები, მათ შორის შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების დარღვევა და ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების დარბევა, ევროსაბჭოში საქართველოს წევრობის ვალდებულებებს ეწინააღმდეგება. ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას ქართული ოცნების პოლიტიკა გააკრიტიკეს და საპროტესტო აქციებისას დაკავებულების, მათ შორის ჟურნალისტის მზია მაღლობელის გათავისუფლება მოითხოვეს. მმართველი უმრავლესობის მიერ ევროკავშირში გაწევრების პროცესის შეჩერებამ, შეკრების უფლების საწინააღმდეგოდ დემონსტრანტების წინააღმდეგ სასტიკი ძალის გამოყენებამ, ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ რეპრესიებმა, ღრმა სოციალური კრიზისი და ქვეყანაში პოლიტიკური ინსტიტუტებისადმი ნდობისა და ლეგიტიმურობის არარსებობა გამოიწვია. დემოკრატიულ საზოგადოებაში, რომელიც ასეთი ღრმა სოციალური კრიზისის წინაშე დგას, როდესაც მმართველებსა და საზოგადოებას შორის სოციალური კონტრაქტი გატეხილია, ადეკვატური პასუხი არის საკითხის მოქალაქეებისთვის გადაცემა ახალი დემოკრატიული არჩევნების გზით. ასევე ასამბლეის გადაწყვეტილებით ქართული ოცნების დელეგაციის უფლებამოსილება შეიზღუდა. თუმცა დიალოგის შენარჩუნების მიზნით ასამბლეამ საქართველოს დელეგაციას უფლებამოსილება სრულად არ შეუჩერა და 2025 წლის აპრილის სესიაზე საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილების საკითხის ხელახალი განხილვა ჩაინიშნა. ევროსაბჭოს წარმომადგენლების განცხადებით, ჯერი ახლა საქართველოსზეა. ევროპის საბჭო ყოველთვის იყო მრავალმხრივი ორგანიზაცია ევროპაში და მას აქვს ერთი მთავარი ამოცანა: ხარი დაუჭიროს ქვეყნებს, რომლებიც ადგენენ მეტი დემოკრატიის, მეტი ადამიანის უფლებების, მეტი კანონის უზენაესობის გზას, მაგრამ საქართველოს სხვა გზას ადგას. ის მიდის არასწორი მიმართულებით. ეს არის დღევანდელი გზავნილი. ის მიდის ნაკლები დემოკრატიული სტანდარტებისკენ, ნაკლები ადამიანის უფლებებისკენ, ნაკლები კანონის უზენაესობისკენ და დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის უპატივცემულობისკენ, ნაკლები ევროპისკენ. ჩვენ არა მხოლოდ შეშფოთებული ვართ, ისე როგორც ბევრ სხვა ანგარიშია აღნიშნული. ჩვენ მზად ვართ ვიმოქმედოთ და ჩვენ უკვე ვმოქმედებთ. ქართული ოცნება ამ რეზოლუციის წინააღმდეგი იყო და სტრასბურგში გამართულ დებატებზე ასამბლეას მოუწოდა რეზოლუცია არ მიეღო. სიტყვით გამოსვლისას ქართული ოცნების წარმომადგენელმა თეა წულუკიანმა უფლებამოსილების ცნობისთვის დაწესებულ დათქმებს პრობლემატური უწოდა. ქართული ოცნების მთავრობის შესახებ, რომელიც ამაყობს იმით, რომ ევროპის საბჭოს ქვეყნებს შორის ერთ-ერთი საუკეთესო პენიტენციური სისტემა აქვს, ერთ-ერთი საუკეთესო სტატისტიკა აქვს ადამიანის უფლებათა სასამართლოში, შესანიშნავი თანამშრომლობა აქვს მონიტორინგის კომიტეტის მომხსენებლებთან და არაერთ სხვა სექტორში საუკეთესო პარტნიორია, ვერავინ იტყვის, რომ დემოკრატიული რეგრესი აქვს, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ თქვენ ზოგიერთს არ მოგწონთ ქართველი ხალხის თავისუფალი გადაწყვეტილება ქართული ოცნების ხელახლა არჩევის შესახებ. ასამბლეის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძეც, რასაც მან აბსოლუტურად აბსურდული უწოდა. მისი განცხადებით, თუ გადაწყვეტილება ქართველი ხალხის და ქვეყნის მიმართ შეიცვლება, მაშინ საქართველოს წარმომადგენლობაც დაუბრუნდება მუშაობას ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში.
მან ასევე განაცხადა, რომ ევროსაბჭოს ამ გადაწყვეტილებას დღეს საქართველოსთვის რაიმე არსებითი მნიშვნელობა არ ჰქონია.